აი ამ 4 მუტრუკს ხედავთ 1 2 3 4 მუტრუკები დავარქვი მე მათ. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ალბათობით მათგან ხელმარცხნივ მდგომი ბავშვებიდან ერთ-ერთი არ შეუმჩნევიათ, ერთ-ერთის დაცემა არ შეუმჩნევიათ, ამ 4 მუტრუკს ერთი მათგანი პედაგოგია, რამდენადაც ხდები შესაძლოა 4-ვე პედაგოგია, შესაძლოა 1 პედაგოგია და 3 სტუმარია, რომლებიც ბავშვებთან ერთად ბღერიან, სხვა სამშობლო არ უნდათ თურმე. საქართველოს ესეთი უნიკალური ქვეყანაა, საქართველოს უნიკალური ქვეყანაა. და მე გულახდილად გეტყვით, არ ყოფნის სიტყვები. როგორ უნდა შევაფასო, რა უნდა ვთქვა იმ ამბავზე, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში მოხდა. მანამდე, ნახეთ კადრი აქ არის, მანამდე მოხდა შემდეგი რამ გადავახვიოთ. ბავშვს დააკვირდით. ხედავთ ბავშვი როგორ წაიქცა? და მე მესმის რომ იმ 4 მუტრუკს შესაძლოა არ დაუნახავს, მაგრამ ისინი მაინც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც მოხდა. რასაკვირველია, არა მთავარ პასუხისმგებლები, მაგრამ პასუხისმგებლები. ამ ბავშვს მაღალი გარკვეული ალბათობით დაუვარდა შაქარი, ან მეორე. შესაძლოა აქვს რამე დაავადება, ჯვარი წერია ღმერთმა დაიფაროს. შესაძლოა იღელვა და ამიტომ წაუვიდა დაკარგა გონება, წაუვიდა გული. შესაძლოა უჭმელი იყო. სხვა მიზეზი რამდენადაც ხვდები არც შეიძლება არსებობდეს. ის მოწყვეტით დავარდა და ალბათობა იმისა, შანსი იმისა, რომ ის თავს დაარტყავდა და ძიმედ განვითარდებოდა მისი მდგომარეობა იქნებოდა უარეს მდგომარეობა შეაღმოჩნდებოდა, ალბათობა მისი იყო მაღალი, საბედნიეროდ ის გადარჩა და არანაირი სერიოზული ტრავმა არ მიუღია, მაგრამ გამორიცხული, დაზღვეული ამისგან ის რასაკვირველი არ იყო. ბავშვებზე რა უნდა გითხრათ, ამ 11, 12, 13, 14 მაქსიმუმ წლის, უკანა რიგებში 14-15 წლის ბავშვებზე. ბავშვების მშობლების ბრალიც არის, მეთქი ეს როგორ უნდა ვთქვა, არა, არც ბავშვების და არც ბავშვების მშობლების ბრალი არ არის ის, რაც მოხდა, ასე პირდაპირი მნიშვნელობით. ცხადია, ამათმა არ იცოდნენ, რომ მეგობარს ამგვარი რამ დაემართებოდა. ბრალი თუ რამე არის, თუ ვინმესი არის, ამ ბავშვების მშობლების არის იმ კუთხით, რომ ბავშვებმა უბრალოდ არ იციან, რომ ამ დროს ყველაფერი უნდა გააჩერონ. რაღაცა კი არ უნდა იმღეროთ სამშობლო, როგორი გვინდა თუ არ გვინდა, თუ გვინდა თუ გვენდომება, თუ გვიყვარს თუ არ გვიყვარს, თუ ასე შემდეგ, და საქართველოს უნიკალური ქვეყანა. ყველაფერი 15 წლის ბავშვმა გიბოდიშებთ, ის საკმაოდ დიდია. უნდა გააჩეროს წინა რიგებში მდგომებს რასაკვირველი არ დაუნახავთ ზურგს უკან თანატოლსა დაემართა, მაგრამ გვერდით მდგომები არიან დაახლოებით 14, 15, 13, 14, 15 წლისანი და ყველაფერი უნდა გააჩეროს. არ ვადანაშაულებ ამ კონკრეტულ ბავშვებს, არ გამომივიდეს, რომ მათზე გადამაქვს პასუხისმგებლობა. ამ ბავშვებზე მეტად ეს ბავშვები არ არიან ბრალეულნი. უბრალოდ უნდა მშობლებს უნდა ესწავლებინათ, რომ ამ დროს ემპათია, ამ დროს და ნებისმიერ დროს ემპათია არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. მათ უნდა ჰქონდეთ ინსტინქტის დონეზე კი, რომ ამ დროს უნდა მიეხმარონ მოწყვეტით დავარდილ თუნდაც, არა მეგობარს, მით უფრო მეგობარს, ადამიანს, რომელიც გვერდით უდგათ და რომელიც ესე რომელთანაც ურთიერთობდნენ ვიდრე კონცერტის დაწყებამდე. მათზე მეტად პასუხისმგებელი, მშობლებზე მეტად პასუხისმგებელი, რასაკვირველია, ეს 4 მუტრუკია, რომლებსაც ასევე არ დაუნახავთ თითქოს, მაგრამ მათ ისინი 360 გრადუსით უნდა იმზირებოდნენ, კი არ უნდა მღეროდეს მხოლოდ ეს პატივცემული პედაგოგი და კიდე 3 სტუმარი, 4-ვე სტუმარი თუ 4-ვე პედაგოგი. ისინი უნდა აკონტროლებდნენ ყველაფერს, ყველა სუნთქვას, ამოსუნთქვას უნდა გზდობდნენ იმ ბავშვებისა, რომლებიც ამ კონცერტზე გამოდიან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით. ოპერატორი რა შვება, ის კი ვინც ის და ყველაზე მეტად პასუხისმგებელია. რა შვება ამ დროს ოპერატორი, კამერა მიატოვე რა და გავარდი, იმიტომ რომ ის შეიძლება, მოდი ესეც ავხსნი. თეორიულად ხო შეიძლება იყოს შენი ახლობლის შვილი და რომც არ იყოს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავარდე, მაგრამ აი წარმოიდგინე შენი ნათლული რო ყოფილიყო, ხო გავარდებოდი? უცხო იყო და ჯანდაბას აკეთებდა კონკრეტული გვარსახელის ოპერატორი. და ხომ არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს ბავშვი ალბათ ან გარკვეული ალბათობით რაღაცა გამოყვებული არ იყო კარგად და მისი მშობლის პასუხისმგებლობა არასაკვირველია, მაგრამ რა გაჩერებს? ასეთი უგულო და უსულგულო ქვეყანა ჩათვლებზე, აი ფსიჩკები რომ დაიწერონ, უსულგულო ქვეყანა შექმნა
გაგიკვირდებათ და ბიზინა ივანიშვილმა, რომელიც საერთაშორისოში ამ კონცერტთან ხალხურას მელაპარაკებით. ბიზინამ ხო არ დაავალა ბავშვებს არ მიაქციოთ ყურადღებაო, ბიზინამ ხო არ დაავალა პედაგოგებს არ გააკონტროლოთ ყველაფერიო, ბიზინამ ხო არ დაავალა ამ ოპერატორს არ მიაქციო ყურადღება და გააგრძელეს შენი საქმიანობაო. მაგრამ ბიზინამ ასე გამოშიგნული ადამიანობისაგან დაცლილი ქვეყანა შექმნა. ადამიანობისაგან დაცლილი თანატოლები, ნებისმიერი ასაკის ადამიანები. ამაზე უარესი კადრი რასაკვირველია გვინახავს, როგორ არ არის კადრები არ ვცნობ, კატასტროფა კადრები გვინახავს, მაგრამ ეს ერთ-ერთი შემძვრელი, სული შემძვრელი კადრია. ვინ არის პასუხისმგებელი? ბიზინა ივანიშვილია პასუხისმგებელი, მაგრამ ამ სიტყვას პასუხისმგებლობა, როცა ვხმარობთ ხოლმე, თითქოს ეს ჰაერში გამოკიდებულია და მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა სიტყვის მასალად არის ხოლმე წარმოთქმული ეს სიტყვა. პასუხისმგებელი არის ბავშვი, პასუხისმგებელი არის მშობელი, პასუხისმგებელი არის ის პედაგოგი და ასე შემშობელი, ვიღაც ხვის მშობელი, ოპერატორი, გამნათებელი სტუდიაში, მაგრამ მაგის პასუხია საეთეროში ვინმე ხო იჭდა შეწყვიტეთ რა გადაღება. საეთეროში ხმის რეჟისორი, სხვები და სხვები ხომ ისხდნენ და ამ ყველაფერს ხო აკონტროლებდნენ სხვადასხვა მოამაყურებელს რო აუხსნა მონიტორებზე აკონტროლებენ ამა თუ იმ კამერას. რომელი კადრი მისცენ იმ მომენტისთვის ამ ბავშვის თუ იმ ბავშვის. და ამ დროს უნდა იწივლოს პირდაპირ მშობლობით ვინც არის შესაძლოა ვიცნობ კიდეც საეთეროს თანამშრომელმა იწივლოს რომ შეწყვიტეთ გადაღება. შეწყვიტეთ პირდაპირ ეთერი ბავშვი კვდება ან ვინიც ის და მოკდა. მაგრამ ისიც ყურს არ იბერტყავს და ის მეტად პასუხისმგებელია ვიდრე ის 4 მოტრუკი ასე ვიტყვი, რომლებიც აქეთ არიან. ან აქეთ რო არის აი სურქს უკან ახლა ჩვენ ხო ვერ ხედავთ ბუნებრივია ხო ოპერატორს ხო ვინც კამერასთან დგას. მასზე მეტად პასუხისმგებელნი არიან ვინც დაინახა ეს კადრი. საეთეროდან ვისაც უნდა გაეკონტროლებინა ყველა კადრი და შესაბამისად ყველა ბავშვი, ჯგუფ-ჯგუფად თუ ინდივიდუალურად. თავარი პასუხისმგებელი რომ ბიზინა ივანიშვილი ამაზე არც გამათობთ, იმიტომ რომ ასეთი უემპათიო და გამოშიგდული საზოგადოება შექმნა მან ყველა ვინც კონცერტში მონაწილეობს მთლიანად ვინც ქვეყანაშია. რომლებსაც არ აინტერესებს სხვისი ჭირის ღობეს ჩხირი ფეხზე მკიდია ის დავარდება თუ არა, მე უნდა ვიმღერო ახლა. ამას ფიქრობს აი ეს გოგონა კონკრეტულად ჩამოვციოთ. ჩემი ეს ტელეფონი და არ გაჩვენებთ რომელს გულისხმობ. მაგალითად ეს ბავშვი თუ ეს ბავშვი, ანუ ეს ბავშვი თუ ეს ბავშვი თუ ის ბავშვი. ასე არასწავლეს ადამიანობას, ბიზინა ივანიშვილის მიერ 12-14 წლის განმავლობაში შექმნილ საზოგადოებაში. ეხლა პასუხისმგებლობას დაუბრუნდები. როდესაც ორი ავტომობილი არა ორი მატარებელი ერთმანეთს ეჯახება, დისპეჩერი პასუხისმგებელია, მემანქანე პასუხისმგებელია, რასაკვირველია, მაგრამ ენერგეტიკის მინისტრი თუ რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარე წესით მიდის თანამდებობით. აი ახლა ვინმე ხო უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა, ფატალურად რომ დამთავრებულიყო, ზიმედ რომ დამთავრებულიყო, ბავშვი მოწყვეტით რომ დავარდნილიყო და ბოდიში მის მშობლებთან. ყველგან ჯანმრთელობა მისცეს, გადარჩენილია, ბეწვზეა გადარჩენილი ეს ბავშვი, უკაცრავად მის მშობლებთან რომ მომკვდარიყო. აი ამ ტრაუმის შედეგად რომ მომკვდარიყო ამ ეს ბავშვები, რომლებსაც არაფერი ასწავლეს ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის, ბიზინა ივანიშვილის საქართველოში მშობლებაც არაფერი ასწავლეს, პედაგოგებმაც არაფერი, ხო თავს დაიბუნათებდნენ 10 წლეულების განმავლობაში. ის პედაგოგები ცხოვრდა თავს და ეს ოპერატორის საეთეროს ხალხის და ასე შემდეგ. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ორმა ადამიანმა ჩემი მოსაზრებით. ამაზე თინა ბერძენიშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა, რომელსაც ესეთი თანამშრომლები ჰყავს, უგულოები და უსულგულოები, რომლებმაც ფეხებზე დაიკიდეს მოწყვეტით დავარდნილი და სიკვდილის პირას მისული ლაბის ბავშვი. და თინა ბერძენიშვილმა უნდა უპასუხოს საზოგადოებას, բայց დავაიც კითხვა პასუხს კი არ გულისხმობ, უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს და ვასილ მაღლაფერიძე. როგორც თინა ბერძენიშვილის მაკონტროლებელმა. არაფერ შუაში არ არის, გეთანხმებით. არაფერ შუაში არ არის რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სადღაც იაპონიაში, როცა ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახება. რასაკვირველია, დისპეჩერია, ძღოლები არიან პასუხისმგებელნი. ავიც მემანქანეა, ლოკომოტივს ვინც მართავს, ის არის. დროშას ვინც წევს, ის არის პირველ რიგში პასუხისმგებელი, იმიტომ რომ არასწორ დროს აწია
დროშა ან არასდროს დროს ჩამოუშვა შლაგბაუმი ვიღაცა. ხო ხვდებით? მაგრამ რკინიგზის დეპარტამენტი თუ რაც ქვია სამინისტრო, ხო უწყება, ენერგეტიკის უწყება დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ის იღებს პასუხისმგებლობას. აქაც თინა ბერძენიშვილს კი არ უყარდა ხია რომ არა, გაანებეთ თავი კაცო, გაანებეთ კი არა, არ გაანებოთ თავიო თუ გაანებეთ თავიო. არ უყარდა ხია ეს. მაგრამ თინა ბერძენიშვილის სისტემაში მოხდა ეს ყველაფერი. და თინა ბერძენიშვილის და ვასილ მაღლაფერიძის სისტემაში რომ მოხდა ისინი მე მაგალითად გულახდილად ლაპარაკობ ამგვარი რამ რომ მომხდარიყო და მე რომ ვიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ზუსტად 5 წუთში დაწერილი მექნება განცხადება მაპატიეთ ხალხო ჩემი თანამშრომლები ადამიანობისაგან დაცლილები ყოფილად პროფესიონალი ოპერატორია ხმის რეჟისორია ზე პროფესიონალი ძალიან მაგარია ის თუ ის მაგრამ აი ეს როცა 3 წუთის განმავლობაში ბოდის ვიხდი აგდია ბავშვი ეს არის მადასტურებელი იმისა რომ ადამიანები ჩემ სისტემაში მუშაობენ და თურმე ადამიანობისაგან დაცლილები არიან და მღერიან იმას ესაც მღერიან რომ ეს სამშობლო არის უნიკალური სამშობლო არის ჩვენი ქვეყანა არის და არ გაცვლიან ჩვენ სამშობლოს და ასე შემდეგ ბავშვები სამშობლოს თუ კიდევ რაღაცის სიყვარულზე მღერიან მათ გვერდით მეგობარი მოწყვეტით ეცემა ბავშვებს არ აქვთ ინსტინქტი რომ გადაარჩინონ თავიანთი მეგობარი ოპერატორი აგრძელებს გადაღებას პირდაპირ ათერი არ წყდება თითქოს აქ არაფერი მომხდარა აქ ყველაფერი რიგზია ბოლომდე ვიმღეროთ მაყურებელი და მსმენელი არ უნდა გავაწბილოთ ეს მნიშვნელოვანია რატომ ხერის იცით ის ბავშვი იმიტომ რომ მან იცის რომ მაყურებელი მომკვდარა მეგობარი ოღონდ მაყურებელი არ უნდა გაწბილდეს რატო აგრძელებს იცით გადაღებას ოპერატორი მომკვდარა ის ბავშვი ოღონდ ეთერი არ უნდა გაწყდეს აი ესეთი თანამშრომლები ყავს თინა ბერძენიშვილს და ესეთი ქვეყანას შექმნა ბიზნე ივანიშვილი ერთი ჩემი იტალიელი კოლეგა და მასწავლებელი ასეთ რამეს ამბობდა სხეული ბრძენია მას უჩნდება სიმპტომი რითაც გატყობინებს რომ ჯერ კიდევ აქვს რესურსი გადარჩეს ეს სიმპტომია რომელიც აჩვენებს რომ ეს საზოგადოება ეს ქვეყანა არის გადასარჩენი ამას წერს ფსიქოლოგი მაია ცირამოა და ყველა სიტყვას დასაკვირველია ვაწერ ხელს ჩვენ ასე თუ გავაგზავნეთ საზოგადოება ვერ გადარჩება ასე რომ არ გავაგზავნოთ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირდაპირ მნიშვნელობით ცხადია არა იმიტომ რომ არც მათ უნდათ დარწმუნებული ვარ რომ ეს მომხდარიყო მაგრამ პასუხისმგებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ერთიც და მეორეც თავარ პასუხისმგებელს კი ოდესმე იქნება და მოვკიდებთ ხურში ხელს და ისე გამოვიყვანთ ისი მრავალი ერთი სასახლიდან მრავალთაგან ერთი სასახლიდან იგულისხმება ბიზნე ივანიშვილი პრობლემას ასეთი ერთმანეთს რომ სწირავს ის საზოგადოება უკვე შექმნა და ბავშვებიც ამგვარები იზრდებიან ოღონდ ვიმღეროთ ვითაშფანდუროთ ჩვენი საქმე გავაკეთოთ და დედასტირებია ჩვენს მეგობარს თუ ახლობელს აი ესეთი საზიზღრობა ჩამოვაყალიბა ივანიშვილმა დღევანდელი საქართველოს სახით ნახვამდის